კარგი საოცარია. შეხედე ამ ლიმონის თხეს, დაინახე რამდენი ნაყოფია ქაფხეს. და ყველაზე კარგი ისაა, რომ ეს შემთხვევითობა არ არის. დღეს გასწავლის სამ ძალიან ნაკლებად ცნობილ მეთოდს, რომელსაც ვიყენებ ხეხილის ყვავილობის სტიმულირებისთვის და ბევრად უფრო ნაყოფიანი ხეების მისაღებად. ტექნიკები ძალიან მარტივია, ყველა შეუძლია სახში გააკეთოს და მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არავინ ლაპარაკობს მათზე, ისინი უკვე ძალიან დიდი ხანია გამოიყენება. მოდით პირდაპირ პირველ მეთოდზე გადავიდეთ. ეს პირველი მეთოდი ცნობილია როგორც ყალბი ნამყენი და როცა გაიგებ, როგორ მუშაობს, დარწმუნებული ვარ, შენს რომელიმე ხეზე აუცილებლად ცდი. ყველაზე კარგი ისაა, რომ ამის გაკეთებას მხოლოდ 1 წუთი სჭირდება და მხოლოდ დანა, ცოტა ალოე ვერა და 1 ნაჭერი ქსოვილი გჭირდება. მეტი არაფერი. პირველ რიგში უნდა ავარჩიოთ ტოტი. ამ შემთხვევაში ამას ამ ხეზე გავაკეთებ. ყურადღება, ამ ხეს ეს ტექნიკა არ ჭირდება, რადგან უკვე სავსეა ხილით. ეს უბრალოდ იმისთვის გავაკეთე, რომ გაჩვენო როგორ კეთდება. ახლა ავიღებთ მარკერს და მოვნიშნავთ იმ ადგილს, სადაც ვიმუშავეთ. უბრალოდ უს ფორმას დავხატავთ, ძალიან მარტივია. როგორც კი მოვნიშნავთ, ავიღებთ კარგად გალესილ დანას და ზუსტად ამ ხაზს გავყვებით ასე. ახლა ავიღებთ ალოე ვერას ფოთოლს და მოვჭრით იმდენად დიდ ნაჭერს, რომ დაფაროს ის ადგილი, სადაც ჭრილი გავაკეთეთ. როგორც კი მოვჭრით, გავხსნით შუაზე სიგრძეზე, რომ მთელი რბილობი გამოჩნდეს. და ახლა უბრალოდ პირდაპირ დავადებთ იმ ჭრილზე, რომელიც ახლახან გავაკეთეთ. ბოლოს დავამაგრებთ ნაჭერი ტილოთი ან სხვა ნებისმიერი მასალით, რაც ხელთ გაქვს, რომ რამდენიმე დღე კარგად იყოს დამაგრებული. ეს მთელი ეს ადგილი სრულყოფილად დატენიანებულ შეინარჩუნებს შეხორცების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს ჭრილის კარგ აღდგენას. ახლა ალბათ გაინტერესებს, რატომ მუშაობს ეს მეთოდი. ძალიან მარტივია. რაც ახლახან გავაკეთეთ, ეს არის ტოტზე მცირე, სრულად კონტროლირებადი დაზიანების გამოწვევა. ეს მცირე დაზიანება ხეს აიძულებს გაააქტიუროს თავისი ბუნებრივი საპასუხო მექანიზმები და ენერგიის ნაწილი სწორედ ამ ადგილზე მიმართოს. შედეგად, სტიმულირდება ყვავილობა და შემდეგ ბევრად მეტი შანსი გვექნება, რომ კარგი ნაყოფი მივიღოთ. სინამდვილეში ეს იდეა ახალი არ არის. არსებობს სხვა ტექნიკებიც, რომლებიც ზუსტად იმავე მიზანს ემსახურება, მაგალითად ლურსმნის ხრახნის ტექნიკა ან თუნდაც ზოგიერთი სახის გასხლა. ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებს. ხის საპასუხო რეაქციის გამოწვევა ყვავილობის ხელშეწყობისთვის. თუმცა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. ეს მეთოდი უნდა ჩატარდეს დაახლოებით 1 თვით ადრე, ვიდრე ხე აყვავდება. რაკო? იმიტომ რომ თუ ამას ძალიან ადრე გავაკეთებთ, შეიძლება სეზონის მიღმა ყვავილობა გამოვიწვიოთ და ეს ყვავილები დროზე ადრე ჩამოცვივდება. ამიტომ თუ საუკეთესო შედეგის მიღება გინდა, გააკეთე მაშინ, როცა ხე უკვე აპირებს აყვავებას. ახლა გადავიდეთ მეორე მეთოდზე, რომელიც კიდევ უფრო მარტივია და პირადად ერთ-ერთი ჩემი საყვარელია. ეს მეორე მეთოდი ცნობილია როგორც კაბესტრილიო. ეს ძალიან მარტივი ტექნიკაა, სულ 1 წუთი სჭირდება და ზუსტად იგივე მიზანი აქვს, რაც წინა მეთოდს, ყვავილობის სტიმულირება, რომ ხეებზე მეტი ნაყოფი იყოს. პირველ რიგში ვირჩევთ 1 ტოტს. ახლა ვიღებთ 2 პატარა ხის ნაჭერს. ერთს ვდებთ ტოტის ზედა მხარეს, მეორეს კი ქვედა მხარეს, ისე რომ ტოტი ზუსტად ამ ორს შორის აღმოჩნდეს. როცა უკვე დავსვამთ, ვირებთ მავთულის ნაჭერს და ვიწყებთ ტოტის გარშემო დახვევას. ნელ-ნელა უჭერთ. არ არის საჭირო ზედმეტად დიდი ძალის გამოყენება. უბრალოდ იმდენად ვუჭერთ, რომ ორივე ხის ნაჭერი კარგად დამაგრდეს და ტოტზე მსუბუქი წნევა მოახდინოს. და ესეც მზადაა. როგორც ხედავ, ეს ძალიან მარტივი მეთოდია და მის გაკეთებას 1 წუთიც კი არ დასჭირდება. და რატომ მუშაობს ეს? ძალიან მარტივია. ამ შემთხვევაშიც ვცდილობთ მცირე, სრულად კონტროლირებადი დაზიანების გამოწვევას. სხვაობა ისაა, რომ აქ ჭრილს არ ვაკეთებთ. რასაც ვაკეთებთ, არის ტოტზე მსუბუქი წნევის მოხდენა, რათა ნაწილობრივ შევზღუდოთ წვენის მოძრაობა. და მინდა ამას ხაზი გაუსვა. საქმე არ ეხება ტოტის დახრჩობას. ჩვენ არ გვინდა მთლიანად შევწყვიტოთ ცირკულაცია.
ერთადერთი რასაც ვცდილობთ არის მცირე სტრესის გამოწვევა, რაც ხეს აიძულებს გააქტიუროს თავისი ბუნებრივი საპასუხო მექანიზმები და ხელი შეუწყოს ყვავილობას. არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. ეს სამაგრი სამუდამოდ არ უნდა დარჩეს ტოტზე. როგორც კი ხე რეაგირებს, ყვავილობს და იწყებს ნაყოფის ფორმირებას, უბრალოდ ხსნით მავთულს და ვაძლევთ ტოტს საშუალებას განაგრძოს განვითარება სრულიად ნორმალურად. გაითვალისწინე, რომ ეს მეთოდები არ არის განკუთვნილი მუდმივად დასატოვებლად. ეს არის მცირე სტიმული, დახმარება, რომ ხეს საჭირო დროს გავაღვიძოთ. და როგორც კი ხემ თავისი საქმე გააკეთა, ხსნით მათ, რადგან ისინი უკვე აღარ არის საჭირო. ისევე როგორც წინა მეთოდი, ეს ტექნიკა სასურველია ჩატარდეს ყვავილობამდე დაახლოებით 1 თვით ადრე. ახლა კი გადავიდეთ მესამე მეთოდზე. პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს სამიდან ყველაზე გასაოცარია. ეს მეთოდი ალბათ ყველაზე ძველია ყველა მათგანიდან. ეს ძალიან მარტივი ტექნიკაა, მაგრამ ასევე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია, როცა სწორად ტარდება. და ისევე როგორც წინა ორი მეთოდი, აქაც ჩვენი მიზანია ყვავილობის სტიმულირება, რათა მივიღოთ ხილით უფრო დატვირთული ხეები. პირველ რიგში ვირჩევთ ერთ ტოტს. ამ შემთხვევაში ამ ტოტს გამოვიყენებ, მაგრამ შეგიძლია ეს ნებისმიერი ჯანსაღი და სქელი ტოტით გააკეთო. ახლა ვიღებთ კარგად გალესილ დანას და ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ არის ერთი ჭრილი, მეტი არაფერი. კარგად დააკვირდი, როგორ ვაკეთებ ამას. და უკვე მზადა. ახლა ზუსტად იმავეს ვაკეთებთ, რასაც პირველ მეთოდში. ვიღებთ ალოე ვერას ფოთოლს და ვჭრით იმდენად დიდ ნაჭერს, რომ მთელ ჭრილობას დაფაროს. შემდეგ პირდაპირ ჭრილობაზე ვადებთ და ნაჭრის ზოლით ვამაგრებთ, რომ რამდენიმე დღე იმ ადგილთან კონტაქტში დარჩეს. ასე მთელი ჭრილობა კარგად დატენიანებული რჩება, სანამ შეხორცდება. და რატომ მუშაობს ეს მეთოდი? იმიტომ რომ ზუსტად ისე როგორც წინა ორ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ მცირე სრულად კონტროლირებადი დაზიანების გამოწვევას. ეს მცირე დაზიანება ხეს აიძულებს გააქტიუროს თავისი ფიზიოლოგიური პასუხი და ხელი შეუწყოს ყვავილობას. საბოლოოდ, სამივე მეთოდი ზუსტად ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება. ერთადერთი რაც იცვლება არის ის თუ როგორ ვახცევთ ამ მიზანს. არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. ადრე ბევრი ადამიანი ამ ტექნიკას პირდაპირ ხის ტანზე იყენებდა. სინამდვილეში დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც ამას ისევ აკეთებენ. პირადად მე ამას არ გირჩევთ. რატომ? იმიტომ რომ ზუსტად იმავე შედეგს მივაღწევთ, თუ ამას ტოტზე გავაკეთებთ და არ დაგჭირდება მთავარი ტანის შეხება. ამიტომ თუ გადაწყვეტთ ამ ტექნიკის გამოცდას, ჩემი რჩევა ძალიან მარტივია. ყოველთვის გააკეთეთ ეს ტოტზე. და თუ პირველად აკეთებთ ამას, სცადეთ მხოლოდ ერთ ტოტზე და დააკვირდით, როგორ რეაგირებს ხე. და როცა შედეგს ნახავთ, თავად გადაწყვიტავ, გინდა თუ არა ეს სხვა ტოტებზეც გააკეთო. საკითხის გასამართივებლად, შეგიძლია ეს ხის ტოტების დაახლოებით 30 ან თუნდაც 50%-ზე გააკეთო. ისევე როგორც წინა ორი მეთოდი, ეს ტექნიკაც სასურველია ყვავილობამდე დაახლოებით 1 თვით ადრე ჩატარდეს. და ამით უკვე იცით სამი ძალიან მარტივი ტექნიკა, რომლებსაც ერთი და იგივე მიზანი აქვთ. ყვავილობის სტიმულირება, რათა ხეებმა უფრო მეტი ნაყოფი გამოიღონ, ან იმისთვის, რომ გააღვიძოთ ის ხეები, რომლებიც არასდროს იძლევიან ნაყოფს. ახლა კი მინდა ერთი რამ ვიცოდე. რომელ ხეხილთან გაქვს პრობლემა? დამიტოვე კომენტარებში აქ ქვემოთ და ასევე მომწერე, მსუფლიოს რომელი ნაწილიდან მიყურე. ძალიან ბევრი ადამიანი მწერს და მეუბნება, რომ აქვთ ხეები, რომლებიც უკვე რამდენიმე წლისაა და ჯერაც ვერ აუღიათ ვერც ერთი ნაყოფი. ასე რომ, მომიყევი შენი შემთხვევა, რადგან ყველა კომენტარს ვკითხულობ და ისინი მეხმარება ახალი ვიდეოების მოსამზადებლად, რომლებიც ნამდვილად დაგეხმარებათ. თუ ეს ვიდეო მოგეწონა და სასარგებლოდ ჩათვალე, არ დაგავითხრდეს არხზე გამოწერა, კარგი მოწონების დატოვება და გაზიარება ყველასთვის, ვისაც ხეხილი, მცენარეები ან ბაღი უყვარს. დიდი მადლობა, რომ კიდევ ერთი დღე ჩემთან ერთად იყავი. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.